შარში ვარ. ვაჭარბობ დროს და მივიდივარ ჯარიმაზე. ამ ერთი ბეტონა წელებში უნდა გადავყავ სამხედრო ხული. აი რადგან არ უნდა დამჯდომო და ამ პროექტს აუცილებლად ბოლოში გავიყვანდი. ისეთი მაგარი დიზაინი მაქვს მანქანაზე მოფიქრებული. ეწვის ხიდზე გავდივარ. ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. მე მარო ვარ და ვინც ჩემი მაყურებელი ხართ, ყველას კარგად გეცოდინებათ, როგორი ქონდა ამ პროექტს პრეისტორია, რაზეც დღეს უნდა მოგითხრათ. მაგრამ ვინც ახლა პირველად ჩართო ჩემი ვიდეო და პირდაპირ ეს ვიდეო ჩართო, მოდი მათ ავუხსნათ რა ხდება და რაზე უნდა ვისაუბროთ დღეს. მოკლედ, რამდენიმე თვის წინ მე და ჩემო გენერალურმა სპონსორმა Trust Import-მა ამერიკის აუქციონზე ვიყიდით მექანიკური დაზიანებით M6, რომელსაც მექანიკური დაზიანება არ ეწერა, მაგრამ ჩვენი უბრალოდ მე რა Trust Import-ის მახვილი თვალით და გამოცდილებით ვიცოდით წინასწარ რომ ძრავში ექნებოდა პრობლემა და ამიტომ ამის ყველაფრისთვის მზად ვიყავით. მანქანა ჩამოვიდა, აღმოჩნდით მართლები, მანქანას ჰქონდა მექანიკური დაზიანება ძრავში, რის შემდეგაც დავიწყეთ ძრავის ამოღება შეკეთების პროცესები. აქამდე ორი ვიდეო გვიდევს, ერთი არის ფოთის ვიდეო, როდესაც ჩამოვიდა ავტომობილი და მეორე როდესაც ძრავი ამოვიღეთ და დავშალეთ. მაგრამ რასაც ახლა ვიტყვე, ეს ჩემო მაყურებლებმაც კი არ იციან. ძრავის ამოღება დაშლის ნაწილში მე ძალიან კარგ ტალღაზე დავასრულე ვიდეო და ძალიან მიხარო და იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ ძრავს არ ჰქონდა ეგრეთ წოდებული ჰიდროუდარი. გადარჩენილი იყო ბლოკი, ღერძი, გალოუკები და ერთი შეხედვით ძალიან კარგი სიტუაცია გვქონდა და ძალიან მიხაროდა. მაგრამ ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა. სანამ ამბის მოყოლაზე გადავალ და გეტყვით როგორ განვითარდა მოვლენები ძრავის ამოღება დაშლის შემდგომ, მანამდე არ შეიძლება არ შევეხო იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს და ამბავს, რაც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში ავტომოტო მიმართულებით. თქვენც გაიგებდით, დარწმუნებული ვარ, რაც ხდება ამ ახალი კანონის გამო, კანონი ბრჭყალებში, იმიტომ რომ მე ამას კანონს ვერ უწოდებ, სადაც არანაირი კონკრეტიკა არ არსებობს, არანაირი კრიტერიუმი არ არსებობს, რის მიხედვითაც ფასდება ადამიანი არღვევს თუ არა კანონს. უბრალოდ ვიღაცა კონკრეტული პირების მიერ შეფასება ხდება სუბიექტურად, იმსახურებს თუ არა ის ადამიანი ჯარიმას და არა მარტო ჯარიმას, ჩამოსვა ადამიანი მანქანიდან და მოტოციკლიდან და გადაიყვანო ის მისი ქონება საჯარიმოზე და იქიდან გამოყვანაში ცალკე ფული გადაახდევინო. ეს არის აი არ ვიცი, ტერორია ჩვეულებრივი. მაშინ როდესაც არ არსებობს არანაირი საზომი, რის მიხედვითაც გადაწყდება ვინ იმსახურებს ამას და ვინ არა. დასაწყისშივე დავაფიქსირებ იმას, რომ ჩემი აზრითაც კი ასაკრძალი იყო გარკვეული სახის ხმაურის დაბინძურება, იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბინძურება ხმაურის დაბინძურება ქალაქებში, განსაკუთრებით თუ ეს ღამის საათებში ხდება, იმიტომ რომ ღამე ძირითადად მოსახლეობას ძინავს და განსაკუთრებით ბავშვებს და რაც ცენტრალურ ქუჩებში ხდება მოტოციკლების და მანქანების გამო, სრულიად დაუშვებელია და ამას ვეთანხმები და ეს კანონი საჭიროა, მაგრამ არ შეიძლება ერთ ქვაბში მოხარშო ყველა. როგორც იტყვიან ხოლმე. არ შეიძლება იმის გამო, რომ ადამიანს მაყუჩზე აქვს არაქარხნული დაბოლოება და ამ დროს აქვს ქარხნული კატალიზატორი, არანაირად მაღალი ხმა, რომლითაც შესაძლებლობა აქვს, რომ ხმაურით დაბინძურება გამოიწვიოს, ეს ადამიანი დააჯარიმო და მანქანა ჩამოართვა. რამდენიმე დღის წინ ვიღაც ბიჭის ვიდეო ვნახე, რომელიც ჩამოსვეს მანქანიდან ღამის 2 საათზე იმის გამო, რომ დაბოლოება ქონდა სხვანაირი, კატალიზატორიც მიყენიო და არანაირი ხმა არ მოგვსო, დაურეკა თავის მეგობარს, რომელიც მოვიდა მის წასაყვანად და იმ ადამიანსაც ჩამოართვეს მანქანა იგივე მიზეზის გამო. კანონი უნდა არსებობდეს, უბრალოდ აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი, ვინ არღვევს ამ კანონს და ვინ არა. არ შეიძლება ადამიანი დააჯარიმო იმის გამო, რომ პოტენციური კანონდამრღვევია. ანუ მე რადგან მაყუჩის დაბოლოებაზე რაღაცა სხვა მოქვს დაყენებული, რომელიც არც ხმას უზრდის, არც პოპკორნს ისვრის, არც ცხენის ზალები მემატება მაგით და არც არაფერი, მაგის გამო შეიძლება დამაჯარიმო. გაზომე ეს ხმა ხო არსებობს ამ ხმის საზომები. ანუ როგორ შეიძლება აბსოლუტურად ყველა ადამიანს აჯარიმებდე, ვისაც კი ოდნავ ხელი აქვს დადებული ამ ყველაფერზე. მოტოციკლის მფლობელები განსაკუთრებულად ცუდ მდგომარეობაში არიან, იქიდან გამომდინარე, რომ რა ვიცი, ერთეული მოტოციკლები ალბათ, ვისაც მაყუჩი არ აქვს შეცვლილი. ძალიან სპორტულებზე საერთოდ ლაპარაკი ესეთი მეტია 400-იანებს და 300-იანებსაც კი აბსოლუტურად ყველა უცლის მაყუჩს. ამ წუთას არც ჩემს მანქანაზე
არაფერი არ არის გაკეთებული. არჩევს მოტოციკლზე ორივეს ქარხნულია ყველაფერი, მაგრამ აი ამ საპროტესტო აქციაში მეც მთელი სულით და გულით ვერთვები და ვარ იმ ადამიანებთან, ვინც აპროტესტებს ამ ყველაფერს და მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი ყველამ უნდა გააპროტესტოს. ბაიკერები მე მგონი საერთოდ აღარ დადიან, ყველამ გააჩერა თავისი მოტოციკლი, მანქანებიც ასევე უკვე ქუჩაში გამოსვლის უნდა გეშინოდეს, რომ შემთხვევით სახლში ფეხით წასვლა არ მოგიწიოს და დამატებითი ფინანსური ხარჯები არ დაგემატოს ჯარიმების სახით. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება და კანონი დარჩეს, კი ბატონო, უბრალოდ ამ კანონს მიეცემა ფორმა და კონკრეტული კრიტერიუმებით შეფასდება ის ადამიანი კანონდამრღვევი არის თუ არა. ასევე სანამ ამ ბისთხრობას დავიწყებთ, მანამდე რა თქმა უნდა ჩვენი სპონსორებიც უნდა ვახსენოთ, იმიტომ რომ სპონსორის გარეშე ვერანაირი პროექტი, ვერანაირი არხი დიდი ხანი ვერ იარსებებს. იმედი არ ბრაზდებით ხოლმე, როდესაც იუთუბერების სპონსორებს ვასახელებთ, რეკლამას ვაკეთებთ და ასე შემდეგ. ეგ რომ არა, ვერ ვიარსებებდით ამ სოციალურ პლატფორმაზე. ჩემი ერთ-ერთი მთავარი სპონსორი არის კომპანია Trastimporti, ვინც ჩამომიყვანა ეს ავტომობილი. მეორე სპონსორი არის Sokari, რომელიც ყველა ვიდეოში საწყოს გვაძლევს ხოლმე რომ გავათამაშოთ და ამ ვიდეოში თამაშდება 50 ლიტრის საწყობი, ამისთვის ძალიან კარგად იცით რა უნდა გააკეთოთ. ვინც არიცით, გეტყვით რომ დაწერეთ კომენტარი, გამოიწერეთ ჩემი არხი და ერთ კვირაში გავათამაშებთ 50 ლიტრის საწვავის ტიპს თქვენ აირჩევთ. ჩვენი კიდევ ერთი სპონსორი არის Little Tree Georgia, რომელიც კარგი სურნელებით გვანებიურებს ხოლმე და ასევე Gez Motors-ი, რომლისგანაც წამოვიღეთ, ამის კადრებსაც გაჩვენებთ კონკრეტული სითხეები, იმისათვის რომ პორშინები გაგვეწმინდა და კარგი ადამიანური სახე მიგვეცა მაგისთვის და ძალიან მაგრად იმუშავ ამ სითხეებმა, მაგის წყალობით პორშინების ყიდვა არ დაგჭირდა, იმიტომ რომ ეხა გაფსრიალებულია, ისე კარგად გამოიყურება. ეხლა ვარ Gez Motors-ში, ვარ კეთილის ფილიალში და უნდა წავიღო სითხე, რომლითაც გავწმენდით პორშინებს, გავაპრიალებთ იმისათვის, რომ გამოგვადგეს კარგად გამოიყურება ეს პორშინები, ან დაზიანებული არ არის, უბრალოდ გასაწმენდია თან ძალიან და ნახეთ რამდენი რამხელა ასორტიმენტია ზოგადად სხვადასხვა სახის სითხეების. ერთი სითხე მინდა, რომელთაც ჟანგს მოვაშორებთ. და მეორე სითხე მინდა აი ჭუჭყი ზეთის და ჭუჭყის ნადები რო მოვაშოროთ იმას რა რომ კარგად გაპრიალდეს. ეს არის ჟანგის? ეს არის ჩანს კარგად. ეს არის რაც ჟანგს აშორებს, თუმცა ძალიან მაგრად ჭამს მთლიანად დააპრიალებს, სხვა რაღაცებს შეგიძლიათ გამოიყენოთ და აი ეგარ ჭუჭყის. ეს არის აი თან ახატია კიდევაც, ეს არის იმისათვის რომ იზეთის ნადები თუ აქვს მტვერი და ჭუჭყი და ასე შემდეგ მაგის მოსშობას გამოვიყენოთ და ეხლა ეს ორი სითხე აი ესენი გაგვიპრიალებენ პორშინებს და აუ რამხელა ხარჯი ამსდება პორშინები როგორ მიქნება საყიდელი. მაგარია ძალიან გამოვიყენოთ ეხლა და ნახოთ როგორ შედეგს მოგცევს. კარგი. მოდი დავიწყოთ ახლა ამ ბისთხრობა. პარალელურად შეგისვამთ იმ კადრებს, რაც ამ ამბავს თან დასდევდა და თან შესავალს გავაკეთებ. ეს ვიდეო თავიდან ბოლომდე გადავიღე მე თვითონ. დავამონტაჟე მე თვითონ, იმიტომ რომ ჩემი ოპერატორი ერთ თვიან ევროტურში იყო წაბრძანებული და აი ესე მარტო ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ დღეს ანხვალ ბრუნდება უკვე და შესაბამისად მანქანის აწყობის ვიდეოს, რა თქმა უნდა, ოპერატორთან ერთად გადავიღებ და შეიძლება ითქვას, ეს პროცესიც ამდენი ხანი იმიტომ გავწელე ხელოვნურად, რომ ჩემი ოპერატორი ადგილზე ჩამოსულიყო. მოკლედ, როდესაც რავი ამოვიყიდეთ დავშალეთ, ამის შემდეგ გალოკები, ღერძი და ბლოკი უნდა წამიყო ეგრეთ წოდებულ ბარადას ქარხანაში, სადაც გალოკები დაშლიფავდებოდა, ღერძიც ასევე შემოწმდებოდა, რამდენად გამოსადეგი იყო, ბლოკიც ასევე, ბლოკი დაიგილზებოდა და გამზადდებოდა იმისათვის, რომ შემიძლავი თავიდან აგვეწყო. პარალელურად ჩამოვწერეთ ის ნაწილები, რომელიც გვჭირდებოდა და ამ ნაწილების მოძიების პროცესიც დავიწყეთ ყველაფერთან ერთად. ესე იგი, დავტოვე ქარხანაში ბლოკი, ღერძიც, გალოკებიც დაიგილზება, ღერძიც შემოწმდება და დიდი იმედი მაქვს, რომ მალე დასრულდება ეგ ყველაფერი. ბარადას ქარხნიდან ძალიან დიდი იმედებით წამოვედი. მეგონა რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, იმიტომ რომ ერთი თვალის შევლებით მართლა ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ ჯერ სად ვარ? ეს არის პირველი სიურპრიზი, რასაც ახლა იხილავთ. ერთ დღესაც ბარადას ქარხნიდან ძალიან ცუდი ზარი განხორციელდა ჩემს ტელეფონზე. ეხლა დარეკეს კენტაურიდან, ეგრეთ წოდებული ბარადას ქარხნიდან შედეგების სათქმელად, იმიტომ რომ ეხლა ხო დავტოვეთ
შესამოწმებლად და უნდა ეთქვათ რა მდგომარეობაში ახლა მდგომარეობა არის შემდეგი. მე მგონი ის სიხარული წყალში ჩამეყარა საერთოდ, რაც პირველ ვიდეოში იყო, რომ ძრავი იყო გადარჩენილი, აღდგენას ექვემდებარებოდა და ასე შემდეგ. ეს ვარაუდი იყო, რა თქმა უნდა, ოღონდ ძალიან ისეთი მაღალპროცენტიანი ვარაუდი. მოკლედ ქარხნიდან დარეკეს და გითხრეს, რომ გალოუკები არის საკმაოდ დაზიანებული, საკმაოდ დაიცვითა, რაც არც ისე კარგი არ არის, ამავე დროს არის ცოტა დაღუნული, ბლოკიც რომ გაშლიფა უკდება, უკვე შეიძლება ძალიან დაიწიოს, მერე გახდეს საჭირო სქელი, ეგრეთ წოდებული პრაკლატკა. მოკლედ ახლა აი ამ ტერმინებში რო რა ვიხლართო, გალოუკები არის საყიდელი, რომელიც არც ისე იაფი არ ღირს. განვიხილავთ უკვე იმ ვარიანტსაც, რომ ვიყიდოთ ახალი ძრავი და ჩავდგათ ძრავი და აღარ ავაწყოთ. ოღონდ ორივე ვარიანტი, ანუ ეხლა უნდა დავიწყო უკვე მოძიება, როგორც გალოუკების, ასევე ძრავისაც და უნდა გადავწყვიტოთ მერე რომელი ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი. ცოტა ისეთი ვარ, ცოტათი სასწარკვეთილი ვარ და ცოტა განაწყენებული ახლა ახალი ამბით, მაგრამ არა უშავს. რაღაცა იქნება და ვნახოთ რა იქნება. ვერ აღგიწერთ რამდენად სასოწარკვეთილი ვიყავი. ძალიან რთული იყო ზოგადად ძრავის შოვნაც, მით უმეტეს გალოუკების შოვნაც, რომელიც გამოდგებოდა და რომელსაც ცალკე გაყიდდნენ. ანუ ძრავს დაშლიდნენ, კარგ ძრავს, რომელსაც ჰქონდა დაბალი გარბენი, არც ისე დიდი დაზიანება, კარგი გალოუკები ჰქონდა და ამას ცალკე გაყიდდნენ. ვიდეოში ხა ყველაფერს რა თქმა უნდა ვერ გადავიღებდი, ვერ გაჩვენებდით რა მდგომარეობაში ვიყავი. რა თქმა უნდა დავიწყეთ პირველ რიგში ძრავის მოძიება და ნახეთ კიდევაც ძრავი, თუმცა მეორადი ძრავის პრობლემა ვთქვათ, არის ის, რომ ისიც დასასერვისებელია. ანუ ფაქტობრივად 4-5 $5,000 უნდა გადაიხადოთ ძრავში, რომლის სერვისიც გიწევს ასევე და ის ნაწილები, რაც მე ეხლა ვიყიდე მაგალითად, თავიდან გიწევს ამ ყველაფრის ყიდვა. ფაქტობრივად შეიძლება მინიმუმ $3,000, აი ყველაზე მინიმუმ, იმიტომ რომ შეიძლება ეხლა იმ ძრავს ყველაფერი არ დაჭირვებოდა, რაც ჩემსაც დაჭირდა, ეგეც სათულა, მაგრამ $3-4,000-ით მეტი დამიჯდებოდა ახალი ძრავის ჩადგმა თავისი სერვისით. იმ დონეზე ვიყავი სასოწარკვეთილი, რომ რაღაც პერიოდი იმასაც ვფიქრობდი, რომ მანქანას ეგრევე გავყიდე, რა მდგომარეობაშიც ყავდა და პროექტს საერთოდ დავხურავდი. უბრალოდ თან იმ ხელპასუხისმგებლობას ვგრძნობდი მაყურებლის წინაშე, რომ აი წარმოიდგინე ხა აბსოლუტურად ყველა ვიდეოში მიწერდით M6-ზე რა ხდება, ყველას გაინტერესებდათ, პირად შემწერდნენ, პირადად ვნახულობდნენ სადღაც და იქაც მაგას მეკითხებოდნენ და უბრალოდ წარმოიდგინეთ ამ დროს ხდება ის, რომ მე ეს M6 აი ეგრევე გავყიდე ისე რომ არც კი ავაწყვე და პროექტი დავხურე და ამდენი მაყურებელი, რომელიც ამას ელოდებოდა, იმედგაცრუებული დავტოვე. მართლა იმდენად რთული იყო ეს ყველაფერი, იმდენად შეუძლებლად მეჩვენებოდა უკვე, რომ ეს პროექტი ბოლომდე მიმეყვანა და იმ ხელა ფინანსებზე გავდიოდი, რომ აი ეს სასოწარკვეთის მომენტი მქონდა და რაღაც მომენტში სუსტი აღმოჩნდი. თუმცა ძალიან მიხარია, რომ მალევე გონს მოვეგე და ვთქვი, რომ აი რადაც არ უნდა დამჯდომო და ამ პროექტს აუცილებლად ბოლოში გავიყვანდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუნდაც მოტოციკლის გაყიდვა დამჭირვებოდა და თუნდაც ჩემი მეორე სერიის გაყიდვა დამჭირვებოდა, ამ პროექტს აუცილებლად ბოლოში გავიყვანდი და ისევ გაძლიერებული ძალებით შევუდექი დეტალების ძებნას, ან ძრავის, ან გალოუკების. დავიწყე ყველასთან ტირილი ბრჭყალებში, რომ ვეძებდი გალოუკებს ავტოსამყაროში, ვინც კი იყო ამ საკითხში კომპეტენტური, ჩართული, ნაცნობებით თუ ასე შემდეგ, ყველას ვეუბნებოდი, რომ აი ეს პრობლემა მქონდა, რომლის მოგვარებაც მესაჭიროებოდა და მართლაც ერთ დღეს სუფრაზე ვსხედავთ BMW-ს კლუბელები და მომდის მესიჯი ჩემი ერთ-ერთი მეგობრისგან, რომელიც მეუბნება კონკრეტულ პირზე, რომ მაგას აქვს გალოუკები გასაყიდიო და მომცა კონტაქტი. დავეკონტაქტე ეგრევე ამ ადამიანს, რომელმაც მითხრა, რომ 1 საათის წინ გავყიდე ეგ გალოუკები. 1 საათის წინ გავყიდე, 1 საათი დავაგვიანე. აღმოჩნდა, რომ ეს გალოუკები შეუძენია ადამიანს, რომელსაც მეც ვიცნობდი და მაშინვე მივწერე და ვუთხარი, რომ გეხვეწები დამithme ეგ გალოუკები მეთქი. მაგრამ რა თქმა უნდა არ დამithმობდა, არც მქონდა ამის იმედი, უბრალოდ რაღაცნაირად მე ჩემი უნდა მეცადა, იმიტომ რომ
ისედაც რთულად საშუალო ნაწილი ადამიანმა იშავა, თვითონაც რავი აქ ასაწყობი, მე რატო დამითმოს, მაგრამ ამ ადამიანმა სამაგიეროდ მითხრა ის, ვის ჰქონდა ეს გალოკები კიდევ გასაყიდი და თან მითხრა როგორც ისე საკმაოდ კარგ მდგომარეობაში აქვსო. დაუკავშირდი ამ ადამიანს თან სუფრაზე სადაც ვიყავთ. ეს ყველაფერი იმ წუთას ხდება. დაუკავშირდი იმ ადამიანს სუფრაზე ვისენთაც ვიყავი. აღმოჩნდა მისი ნაცნობი, რომელმაც ასევე მიწერა გობრულად იმ ადამიანის ხალხით დაგვიკლო და შევიძინეთ საკმაოდ კარგ ფასად. ეს კარგი ფასი მაგ დეტალისთვის არის თორე არც $700 გადავიხადეთ მოკლედ გალოკებში. მელაპარაკებოდნენ რომ ვითომ კალინოაზე რაღაცა ნახა. მოგესალმებით გორიდან ჩემო ძვირფასო მაყურებლებო. გორში ძალიან კარგი მიზეზით ვარ ჩამოსული და თან ძალიან კარგი შედეგით ვბრუნდები. როგორი სასოწარკვეთილი ვიყავ, ეგენი გადაღებული არ მაქვს. ან ძრავს ვერ ვშოულობდით, რა ძრავებიც ვნახეთ. არც ერთი არ ღირდა რო გვეყიდა. გორში მივაგენი ერთ ბიჭთან. ჰქონდა დაშლილი ძალიან კარგი ძრავი, იმიტომ რომ გაყიდა ნაწილ და გალოკები ჰქონდა დარჩენილი. ჩემს ბედად და ჩამოვედი ახლა ამ გალოკების შესაძენად შევიძინე. თან საკმაოდ კარგ ფასად. და ძალიან დიდი მადლობა ამ ადამიანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც მომიძებნა და მიშუამდგომლა და ასე შემდეგ. ბრუნდები ახლა თბილისში ასე თუ ისე დამშვიდებული. როგორი სუფთა და ლამაზია. ამას როგორი პრაკროტიკა. ეს დაიშვა, მოიხსნება რაც საჭირო იქცესება და ჩემი მანქანა სანამ ჩავილაგებთ ნაწილებს დაგათვალიერებინოთ როგორ გამოიყურება. ესეთ გასაკ ხანი იქით გადასვამენ. ხანაკეთ გადმოაგორებენ. ეს ფოთის ვიდეოში ტექსასზე რო დამცინეს, გეგონება ინგლისურში ხლას უარდებობდეს. ამ რეცპე. თავის დაზღვევის მიზნით შევამოწმოთ ბზარზე და გავაშლიფოთ. კარგად გავა. კი, კარგად გამოიყურება. რა მაგარია, რა იდეალურად. აღარ გავაშლიფოთ. ხო არა. 40 მილი გარბენი ჰქონდა ამ ძრავს და ფაქტობრივად პრობლემა არ ჰქონდა, შესაბამისად საკმაოდ კარგად გამოიყურება. ბლოკი რაღაც დონემდე მივაყვანინეთ, ანუ დაგილზვამდე არ დაგვიგილზია, იმიტომ რომ ხო არ ვიცოდით ჩვენ საერთოდ ამ ძრავს ავაწყობდით თუ არა, ნუ ამ ნაწილს ამ გალოკებს თუ ვერ ვიშოვიდით, მაგ ძრავს ვერ ავაწყობდით და ახალი ძრავი უნდა გვეყიდა და რადგან ახლა ეს ჯადო მოვიშორეთ და ვიყიდეთ. ბლოკსაც დაიწყებენ და მერე დაგვრჩა უკვე აი ეს წვრილ-წვრილი ნაწილები. წვრილ-წვრილი ქვია, იმიტომ რომ შოვნადია თორე რეალურად ძალიან ძვირი ღირს. მაგების ყიდვა და მე მგონი რომ მალე უნდა გავიდეთ ფინიშში. ნახოთ. ამის მერე შევყევით ჩემს სხვადასხვა საქმეებს. მგონია რომ არსად არ მეჩქარება თან ჩემი ოპერატორი თბილისში არ არის, მომდევნო ერთი თუ თბილისში არ იქნება, სად მეჩქარება. შემიძლია მე სხვა საქმეები მოვაგვარო, ეს გალოკები საპარგულით ვაკატაო და როცა მოვხდებით იღმისკენ, მაშინ მივიტანო, იმიტომ რომ მაინც მოვასწრებ ყველაფერს, მაგრამ სად ვარ? თავარი სიურპრიზი ერთ-ერთი და არა ერთადერთი წინ მელოდება, როდესაც მომსახურების სააგენტოში მივედი. შარში ვარ. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით შარში ვარ. ეხლა მოვდივარ მომსახურების სააგენტოდან. ვიყავი მისული იმისათვის, რომ დამეწერა განცხადება, ექსპერტი მოვიდეს ადგილზე და დაათვალიეროს და ესე შემეძლოს გამბაჟება, იმიტომ რომ 2 თვეს უკვე გადავაცილეთ და ივნისის ბოლო არის ის მესამე თვის ბოლო, რა დროსაც შეგიძლია რომ განაბაჟო რა ვადაშიც, მე როგორ ჯარიმაზე მიდიხარ,
მესამე თვეში ჯარიმაზე ხარ წასული, ან დღეზე 5 ლარი არის. ხო და მოკლედ მივედი მომსახურების სააგენტოში, უთხრა რომ მეთქი განცხადების დაწერა მინდა თქო და მაი ესე საუბარში ძალიან ესე საზღვათა შორისოთ ვახსენე. მე მგონი ექსპერტმა ძალიან ისე უბრალოდ მკითხა და მეც უბრალოდ უპასუხე რომ მანქანიდან ძრავი არის მეთქი ამოღებული და უცბად შეწყვიტა საქმის კეთება და ეუბნება რომ ძრავი თუ მანქანიდან ამოღებული მანქანა ვერ გამბაჟდებაო. მეთქი ვქეთ ძრავი? ხო, ძრავი თუ არის ამოღებული და მანქანაში ძრავი თუ არ დგას რაღაც სახით მაინც მანქანა ვერ განბაჟდება, იმიტომ რომ ის მანქანა დარითულება. თან სააგენტოში მისვლა არის უკვე მეორეჯერ მივიდი, იმიტომ რომ პირველად მივედი სადღაც მაისის შუა რიცხვებში და აღმოჩნდა რომ ტაიტელი დამრჩა სხვა მანქანაში და ვერ დავწერე განცხადება და მაშინ ეს საუბრები არ მქონია ექსპერტთან და შესაბამისად არ ვიცოდი ეს ინფორმაცია რომ თუ მანქანაში ძრავი არ დგას და ამოღებულია და ის დაშლია თუ რა არის, ნუ მოკლედ ეს მანქანა დარითულება და ვერ განბაჟდება. ეხლა არის ივნისის შუა რიცხვები, ზუსტად მახსოვს რა დღე არის დღეს, კი არა რიცხვი მგონი 12-ია. ანუ დარჩენილი მაქვს დაახლოებით 18 დღე იმისათვის, რომ მე ძრავი ავაწყო და ჩავდგა მანქანაში. ნუ შეიძლება აი სიღრმისეულ ბოლომდე არა აწყო და არ დააერთო და არ დაქოქო მანქანა, მაგრამ ნუ მოკლედ ძრავს უნდა გქონდეს ძრავის სახე და უნდა იდგეს მანქანაში და აქამდე მე როგორ ვიყავი, იცი, ძალიან არ ხეინეთ, რაღაც დიდად არსად არ მოჩქარებოდა, ზაქრო მეუბნებოდა კიდევაც, რომ ანუ შენერი უკუღმართი კლიენტი მეჯერ არ მყოლია, იმიტომ რომ ვინც აქ მოდისო, ყველას ისე მაგრა ეჩქარება, რომ ხვალ კი არა, გუშინ უნდა რა, რომ უკვე უნდა თუნდაც ზრავს სტუკი ქონდეს, აუ ძალიან მაგრა ეჩქარება და მე ვარ პირიქით, ანუ აი ესე დავკატაობ ჩემს სხვა საქმეებს. ქვეყნის საქმე მოვითავი აქამდე და რამდენი დღე არის რაც გალოკები ვიყიდე, მე მგონი 5 დღე გავიდა თუ მეტი არა და ისევ საბარგულით და მოქვს კენტავრამდე ვერ მივაღწია რომ მივიტანო და დაშლიფოუკება დაიწყო. ანუ ზაქრომ ეს არის ის კიდევ კარგი თორე ძალიან გაბრაზდებოდა, იმიტომ რომ ზაქრო ისეთია რა, ანუ არაფერს არ გადადებს. აი ზაქროც სხვა შორის უკუღმართი ხელოსანია, ოღონდ დადებით კონტექსტში, რომ სხვაგან რო არის, რომ შეიძლება ვიღაცებმა გაგიწელონ და ერთი დღის საქმე ერთი კვირა გიკეთონ, ანუ ეს პირიქით არის რა, პირიქით აქეთ მაფუშინგებს, რომ რაღაცები დროულად გავაკეთო, ვიღაცებს დროულად დავურეკო და ასე შემდეგ, ან დროს ნუ კარგავ, მალე გააკეთე, მალე დაურეკე, ეხლავე დაურეკე, მიდი, ეხლავე წადი და ასე შემდეგ. ეხლა მოვდიოდი დიღომში, ბარადეს ქარხანაში უნდა მივსულიყავი და მიმეტანა გალოკები რომ დასაშლიფოებად დავტოვო და გზაში მანქანამ ამინთო აი შემდეგნაირი ჩეკი. აი ამას ბავშვი გაგრილების სითხის ლეველი არის ძალიან დაბალია და სასწრაფოდ გამოვასწოროს ყველაფერი, თორე შეიძლება შენძრასო პრობლემა შეექმნასო და მე რა თქმა უნდა ეგრევე პანიკაში ჩავარდი, იმიტომ რომ ვაიმე ჩემს მანქანას არაფერი მოუვიდეს და აი მადლობა ღმერთს მართლა რომ დიღომშიც არის გეზმოტორსის ფილიალი და აი პირველი რეაქცია იყო ვაიმე ახლა რა ვქნა თქო და მე გამახსენდა რა უნდა ვქნა და გეზმოტორს ჩემს გეზმოტორს უნდა დავეკონტაქტო და მიშველიან და მოვედით ახლა და ანტიფრის ჩაგვისხავენ. ხოთშუსთან მაგრად დაემთხვა. ნამგზაზე ვიყავი ზუსტად და გეზმოტორსი აქვეც არის. ეს არის ჩემი მანქანისთვის შერჩეული ანტიფრიზი KFS 11, რომელსაც ჩავასხამთ, მთლიანად შევცვლით უფრო სწორად, ამას გავაზავებთ ერთ-ერთ გამოხდილ წყალში და განვაახლებთ ანტიფრიზს და მთელი ზაფხული ვიქნები მშვიდად, და ჩემს დროს არაფერი არ ემუქრება. წავედით. გალოკების დატოვების შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე დღე, შეიძლება ერთი კვირაც, სრული სიტყვის მნიშვნელობით ეკლებზე ვიჯექი. და ველოდებოდი ზარს დამირეკავდნენ თუ არა კენტავრიდან, რომ ჩემი გალოკები არ ვარგო და ან ხარვეზიანია, ან ძალიან დაიცვითა და არ გამომადგებოდა, იმიტომ რომ მე მართლა არ ვიცი რა უნდა მექნა, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველაფერი ეს ძებნის პროცესი თავიდან უნდა დამეწყო და ვინ იცის კიდევ ვიპოვიდი თუ არა. მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ გაისმა ზარი, ვუპასუხე ტელეფონს და კენტავრიდან მითხრეს, რომ თქვენი გალოკები მზად არის და შეგიძლიათ მოხვიდეთ და წაიღოთ. ანუ იცით ეს რა შეგრძნება იყო, მეგონა რომ აბსოლუტურად ყველაფერი უკან მოვიტოვე, ყველაფერი კარგად იყო, ყველაფერი მქონდა, ერთადერთი იმ ნაწილებს გავიყიდდი, ახლებს, რაც ადგილზე თუ არ იქნებოდა გამოვიწერდით და
всё. ყველაფერი ან ფინიშში ვიყავით გასული. მადლობა დიდი. სწორად დევს? ხო, აია. აკლა, დაიდი მადლობა. რა პატარაა და რა ძვირი ღირს. ფასი მიკრულია. ეს არის მოკლედ კლადიშები მეგობრებო. 10 წელია, 16 წელია ეს არის ჩემი მანქანის კლადიშები, რომელსაც ჩავალაგებთ ახლა ეს თემატურად ბარბის ჩანთაში და წავიღებთ მურჩად. ზუსტად ანალოგიურები შევიდეთ. ეგან დამირეკეს თქვენი ბლოკი მზად არის და შეგიძლიათ მობრძანდეთ და წაიღოთო. რაც იმას ნიშნავს, რომ ეხლა პარალელურად შემიძლია გავიარო მომსახურების სააგენტოში და დავწერო განცხადება ექსპერტის მოსვლაზე და განბაჟებაზე. იმიტომ რომ უკვე შეგვიძლია რომ ბლოკითა და გალოკებით ძრავის კონსტრუქცია ავაწყოთ, ჩავდგათ მანქანაში და მანქანა დავამსგავსოთ მანქანას. გავაკეთე დათვალიერების განცხადება. 5 სამუშაო დღეში მოვა ექსპერტი. ახლა ხანბანკში ვარ. ბევრი ფული უნდა გამოვიტანო იმისათვის, რომ ბლოკის დაგილვის თანხა გადავიხადო. ხო, რაც შეეხება ექსპერტი როდის მოვა? უნდა 5 სამუშაო დღე, დღეს არის 25 ივნისი, ანუ 30-მდე აქვს და 5 დღე, ოღონდ 5 სამუშაო არ არის, ერთ სამუშაო დღე და თუ ცოტა ადრე არ მოვიდა ექსპერტი და ცოტა ადრე არ დათვალიერდა ჩემი ავტომობილი, ვაჭარბებ დროს და მივიდივარ ჯარიმაზე. ძალიან მთხოვე რომ მეთქი იქნებ, აი ცოტა ადრე მოვიდეს მეთქი რომ 30-ში უკვე განვაბაჟო, ან დათვალიერებული იყო და თან განვაბაჟო მეთქი, მაგრამ არ ვიცი რა იქნება. აი უკვე მე რამდენად მოვდივარ აქ სათვალავია მერია, მაგრამ ძალიან დიდ მიმეს ვიტოვებ რომ ეს არის ბოლო ვიზიტი. ხომ გაგიგიათ ის ფრაზა, კაცი ბჭობდა და ღმერთი იცინოდაო. აი ზუსტად ეგ მოხდა ჩემს შემთხვევაში. მე რომ მგონია რომ გავედი ბოლოში, ერთადერთი გადასაჭრელი პრობლემა მაქვს რომ განვაბაჟო მანქანა და თან ეს ყველაფერი ხდება ბოლო დღეს. აი მორალი და ძალიან დიდი რჩევა ჩემგან არასოდეს არ მიიყვანოთ საქმე ბოლო დღემდე, იმიტომ რომ აი ზუსტად მაგ მდგომარეობაში ჩავარდებით, რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი, შეიძლება არ იტიროთ, მაგრამ ტირილის პირას მაინც იქნებით. მას შემდეგ რაც გარკვეული სახე მივეცით ჩვენ სრავს, მქონდა გალოკებიც, ბლოკიც და შეგვეძლო უკვე ჩაგვედგა მანქანის აპოტში. და დაგვეპარებინა ექსპერტი, მე დაუკავშირდი ექსპერტს, შევთანხმდით კონკრეტულ დღეზე, იყო ეს ბოლო დღე, როდესაც უკვე განბაჟება უწევდა, თორემ მეორე დღეს უკვე 1000 ლარიანი ჯარიმაზე მივიდიოდი და შევთანხმდით როგორც კი ისწავლიდა ჩემს მანქანასთან ელიავაზე, მე ეგრევე დავუძლებოდი რუსთავში, სადაც დავხვდებოდი დათვალიერების ნომერს და იქ განვაბაჟებდი მანქანას. მაგრამ აი აქ იწყება ყველაფერი. რამაც უკვე საბოლოოდ აი ის ძაფი გაწყვიტა, რა ძაფიც მქონდა დარჩენილი მოთმინების. მოკლედ ახლა ვარ მე რუსთავის სააგენტოში. ექსპერტი არის მისული თბილისში ჩემს მანქანასთან, მე წამოვედი აქ რომ დაათვალიერებდნენ, კოდს გამომიგზავნიდნენ და მე პარალელურად აქ გავაკეთებდი დანარჩენ პროცედურას და განვაბაჟებდი. დღეს არის ბოლო დღე. ეხლა ესეთი სახე იმიტომ მაქვს რომ წეგან ვესაუბრე ექსპერტს, უკვე ჩემი რიგი რომ მოუწია და რაღაცას მარკოთო ჩერო და ცოტა ხანში გაგაგებინებთო. ანუ შეიძლება არ დათვალიერდეს მანქანა. ბოლოდ უნდა იდგეს ძრავის ნაწილი შიგნით და დგას. არ ვიცი რა სარკვეველი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყოლად არ ჩამოვედი და უფრო ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს განვაბაჟებ მანქანას. იმიტომ რომ ისედაც განვაბაჟება და ახლა 8000 ლარამდე ერო გადაგიხდი ზუსტ თანხასაც გეტყვით და წარმოიდგინეთ ზემოდან კიდევ 1000 ლარის დამატება უკვე ძალიან ბევრია. ესე გავდივარ ფაქტობრივად. ეხლა რომ ალიო. კაი რომ მიხვალ დამირეკე და მასისოს გადასცემენ აქედან რომ ეგ ჩაიბარონ იგნომერი. ანუ მანქანას არათვალიერებდნენ, იმიტომ რომ ეგ რაღაც კუსტარულად შედგმული ძრავი არ მოსწონდათ. მიუხედავად იმისა, რომ თავადვე თქვეს, რომ ეგ ყველაფერი მისაღები იყო, მე ისე ვსაქრო მიშველა.
დასაქრომ მოაგვარა ეგ საკითხი და მოკლედ გავიარე ყველა პროცედურა, გადავიხადე თანხა და ტრანზიტული ნომრები წამოღებული არ მქონდა, სამწუხაროდ საერთოდ არ გამახსენდა, მაგრამ იგივე დამემართა წინაზე მოტოციკლის განბაჟებაზე, რა დროსაც, თქვი რომ ტრანზიტული ნომრები არ მქონდა, გადავიხადე ამის ჯარიმა და წამოვიღე ჩვეულებრივად ახალი ნომრები. ამ შემთხვევაშიც, როდესაც ბანკში ვიყავი, მივედი და თანხა გადავიხადე, ყველაფერს არ ნომრის ფასით და ასევე ვუთხარი, რომ ტრანზიტული ნომრები არ მქონდა და გადამახტევინეს ამის თანხაც. როდესაც მივედი გაფორმებაზე, ჯერ კამერა რომ დაინახეს ჯიბეში მე და ეს კამერა, ორი პოლიციელი მოიყვანა. ერთი დაჯდა და იმან დაიწყო საქმის კეთება და მეორე მოვიდა და მკითხა რომ ეს რა არისო. ოკეი, მივხვდი რომ ეს თათკლებში გადაღება არ შეიძლება არც იყო ჩართული, უბრალოდ კამერა იყო დატრიალებული და მოკლედ რომ დავიწყოთ პროცედურები, ქვითრები ვაჩვენე, რა ქვითრებიც მქონდა ლიბერტს და რაც მომივიდა ონლაინ და ერთზე ვუთხარი ეს მესამე ქვითარი არის დაკარგული, ნომრები არ მაქვს მეთქი ტრანზიტული, თქვა და მაგისი გადავიხადე. ანუ ნომრებიო სად არისო და მეთქი მანქანასთანაა თქო. ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა სიმართლე ვთქვი და არ ვთქვი რომ იყო დაკარგული. რაზეც მეითხრეს რომ ნომრები თუ თან არ გაქვს, მაშინ მანქანას ვერც განაბაჟებ, ვერც გაიფორმებ, სანამ ნომრებს არ მოიტანო. და არის უკვე 4 საათი ამას რომ ვაგნებიან, ანუ 5 საათზე მთავრდება ყველაფერი. და მანქანა ნომრები არის ელიავაზე და მე ვარ რუსთავში. ანუ მომხსენი სიტუაცია რომ ან ფიზიკურად ვერანაირად ვერ მოვასწრებდი ახლა რომ მე ჩავსულიყავი ეს ნომრები ან დიღომში მიმეტანა და დიღომში გამიფორმებინა ან რაღაც. აუცო ვინმე მოძებნეო, ვინც მივაო ორშაბათია შუა სამუშაო დღე, თვის გინდა სთხოვო ეს დროს რომ სამსახურიდან გამოვიდეს ან თავის საქმე მიეტოვოს და წავიდეს და შენი საქმე გააკეთოს. ნუ მოკლედ რანაირად აღარ მოვხსენი რომ ესე იგი მეთქი ანუ ტყუილი უნდა მეთქვა მეთქი ძალიან მოვტყუდი ძალიან მოვტყუდი მართლა რომ ტყუილი არ ვთქვი. არა და დღეს აუცილებლად უნდა გამეკეთებინა იგი, იმიტომ რომ ხვალ უკვე 1000 ლარიანი ჯარიმაზე მივდივარ და ძალიან მიხარო და მოკლედ ექსპერტმა რომ დამირეკა და მითხრა რომ დათვალიერდა, ძალიან მიხაროდა და კიდე ახლა ეს პრობლემა რო გამოჩნდა უკვე ძალიან გაუბრაზდი. მოკლედ რაღაც ხომ მექნა დაურეკეთ ჩემ ძმას, რომელსაც ისეთი დატვირთული გრაფიკი აქვს, რომ არ მქონდა დიდად იმედი, რომ მოახერხებდა. ერთი პირ ვიტირე. I'm just a girl. თან ჩემს რო ელაპარაკებდი მაგ დროს ეგ მომენტი მქონდა ზუსტად ძალიან გაბრაზებული რომ ვიყავი და მეტირებოდა და ის საერთოდ გაგიჟდა. რა გატირებს ეხავე წავალო. ხო და ეხა ვზივარ და ველოდები. რამდენ ხანში მედია მოვასწრებთ, იმიტომ რომ 5 საათი არის უკვე დაწყებული და იქამდე ეს ნომრები უნდა იყოს მიტანილი, რომ მე ეს ამათმა გადასცენ და აქედან გამბაჟება და გაფორმება გაკეთეს. ამიტომ მეგობრებო, თუ ვინმეს იგივე სიტუაცია გექნებათ, რომ ტრანზიტული ნომრები არ გაქვთ თან, შეგიძლიათ უთხრათ, რომ ნომრები დაკარგეთ და არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ, რომ დაგავიწყდათ, იმიტომ რომ ზოგჯერ ტყუილი ყოფილი ყველაზე კარგი გამოსავალი. ან ეხლა მაგ ვიდეოს რო ვუყურებთ, ძალიან მეცინება იმაზე თუ რა მატირებს, ანუ ისეთ რაღაცაზე ვტირი ვარ, რაც მართლა ძალიან სასაცილოა, სატირალი არ არის, მაგრამ აი ხომ იცით ის მიმი რომ არის რომ მთელი დღის განმავლობაში, ვიცი, 9 თავიან დევს რო დაამარცხებ, ყველაფერს გადალახავ, გმირულად გაუძლებ, ნუ მიმიც არ არის რაღაცა ცხოვრებისეული დრამა გამოდის და საღამოს სახელურზე ჟაკეტის მკლავიან რაღაც რო გამოგეტება და მაგაზე რო ცხარეცრემით იწყებ ტირილს. აი დაახლოებით ეს იყო რომ იმდენად დავიტანჯე მთელი ამ პროცესის განმავლობაში, ანუ იმდენი რაღაც სანერვიულო შემხვდა, გამოუვალი სიტუაცია შემხვდა და ასე შემდეგ, რომ აი ეს იყო რაღაცნაირად ბოლო წვეთი, როდესაც უკვე მგონია რომ მართლა ფინალში გავედი, ყველაფერი მოგვარდა და აი აქ ვარ უკვე თანხა ხელში მიჭირავს და მანქანას განვაბაჟებ და უცბად ვდგები იმ საკითხის წინაშე, რომ შეიძლება ჩემი უზარმაზარი ხარჯები კიდევ 1000 ლარით გაიზარდოს და მანქანა ვერ განვაბაჟო ამ დღეს. და თან ამ ყველაფრისთვის, ამ ყველაფრის მოსაგვარებლად მაქვს ძალიან ცოტა დრო. არა, ტყუილად არ მიტირია, მართლა ძალიან სტრესული იყო და ძალიან მინერვიულე. თან
ყველაზე ისეთი რაც იყო, იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ იქ რომ ვესაუბრე თანამშრომელს, უკვე ხვდებოდი, რომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. დავდექი და გამოვედი გარეთ. აღარ დაველოდე მის პასუხს, გამოვედი გარეთ და ეგრევე დავიწყე ტირილი. და იმდენად ვიყავი განერვიულებული, რომ იმასაც ვერ ვაცნობი, რომ მე ქუჩაში ვდგავარ და გარშემო იყო უამრავი ხალხი, ძალიან ბევრი ხალხი იყო მაგ დღეს სააგენტოში. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო დღე იყო და უცბად მესმის ძახილი, ცოტა მოშორებით რამდენიმე მანქანის იქით დგას ბიჭი და მეძახის, რომ უკაცრავად ცუდად ხარ და დახმარება ხომ არ გესაჭიროებოდა და მაშინ მივხვდი, რომ ქუჩაში ვდგავარ და იქ ვტირი ვარ, თან ჩემს ძმას ვურეკავდი და ამ ადამიანს ძალიან დიდ მადლობას ვუხდი. იქაც ძალიან დიდი მადლობა გადავუხდი, მაგრამ კიდევ ერთხელ, თუმცა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ მიცნობ და ვერ მიცნო, მაგრამ თუ მიცნო და ახლა ამ ვიდეოს უყურებს, ძალიან დიდი მადლობა იმ ყურადღებისთვის. რაც მაშინ გამოიჩინეთ, უბრალოდ მაშინ მართლა ვერავინ ვერაფერი ვერ დამეხმარებოდა. მარტო იმ ადამიანის გარდა, ვისაც ჩემ მანქანასთან მისვლა და მე სააგენტოში წასვლა შეეძლო. ესეც ასე მეგობრებო, ზღაპრის ბოლო კეთილია. დასრულდა ბრძოლა. მე გავიმარჯვე. მანქანა განვაბაჟე. 1000 ლარი ჯარიმას ავწდი. და ახლა მშვიდად წავალ სახლში. ვაი, ნომერი როგორ მოგწონთ? მითხარით. მამაკაკა, რა თქმა უნდა 017. მოკლედ, იმის გათვალისწინებით, რომ მანქანა განბაჟდა 2013 წლიანად. და არის 4 და 4 განბაჟება რამდენი მოუწია იცით? იცით რამდენი გადავიხადე? თავის გაფორმებით, ნომრის საფასურით და ყველა ხარჯით. ძალიან ბევრი. 7833 ლარი. 7833 ლარი გადავიხადე მანქანის განბაჟებაში. თითქმის $3000. ზუსტად $3000 დავახურდავე. გამოვიდა 8079 ლარი. და ეგ მქონდა წამოღებული. ამ ყველაფრის ბოლო მართლა ფინალი უკვე იყო ის, რომ გვეყიდა ის ნაწილები, რის ისიაც გქონდა. და ამაზე წავედით, ძალიან ბევრი ვიფიქრეთ, გამოგვეწერა თუ აქ გვეყიდა, ბევრი ვარიანტი ვნახეთ. მირჩიეს ერთი საიტი, საიდანაც შეგვეძლო რომ გამოგვეწერა ორიგინალი ნაწილები, უბრალოდ აქაურ ფასებს რომ დავადარეთ, იმდენად მინიმალური სხვაობა გამოდიოდა, რომ იმ რისკად ჩავთვალეთ, რომ არ გვიღირდა, იმიტომ რომ იქ რო ვიწერდით პასუხისმგებლები ჩვენ ვიყავით, როდის ჩამოვიდოდა, რა ჩამოვიდოდა და ასე შემდეგ, თან ჩამოსვლას შეიძლება ძალიან დიდი დრო დაჭირებოდა, რაღაცა გაწელილიყო, რაღაცა გაჩერებულიყო, ну, მოკლედ, ძალიან ბევრი მიზეზი იყო, რის გამოც გადავწყვიტეთ, რომ ადგილზე შეგვეძინა და ცოტათი მეტი გადაგვეხადა. უბრალოდ იმდენად ცუდი გამოცდილება მქონდა უკვე მთელი ამ ხნის განმავლობაში. ამ მანქანასთან დაკავშირებულ პროცესებზე, რომ აქაც ველოდებოდი უკვე შემზადებული ვიყავი ფსიქოლოგიურად, რომ აუცილებლად რაღაც გამოხდებოდა, რაღაცას ვერ ვიყიდდით, რაღაც ადგილზე არ იქნებოდათ, რომლის ლოდინი შეიძლება ერთი თვე დაგჭირვებოდა და აი უკვე როგორ ხარით, როგორ ვიყავი, იცით, ჟარგონს ვიხმარ გატროხებული როგორ გქონდა, იმით კი რაც იქნება, ოდესმე ხო ავაწყობ ამ მანქანას და ოდესმე ხო დამთავრდება თქო, მაგრამ ეთყობა ეგრე რომ ვიფიქრე, რაღაცა მოხდა სამყაროში და მოკლედ ყველა ნაწილი ვიყიდეთ ერთ დღეს, ერთ ადგილას, ჰქონდათ საბედნიეროდ ყველაფერი და ამ ნაწილებში დაახლოებით 10000 ლარი გადავიხადეთ. მოკლედ ახლა მოსულები ვართ ქუთაისის ქუჩაზე. ყველას გეცოდინებათ ეს მაღაზია, ვისაც BMW გყავთ. აქ არის მაღაზია, სადაც იყიდება ორიგინალი ნაწილები და ახლა სიით ვართ მოსულები და ვარკოთ რები ადგილზე, რები შეკვეთა დაგჭირდება და შევიძენთ მოკლედ და დავიწყოთ ძრავის აწყობას. ეს არის კლავიშები? ამ ერთი ბეტონის წელებში უნდა გადავდივართ ამ ხელად ხოლმე? ცოტა ბევრი გაგეტანებინათ რა, ორი პარკი რა არის? 10000 ლარი ორი პარკი. რა მეკუთები ჯავალად გადავატა. ოღონდ სასაყუთები გვინდა. აი. ასე დამგვარად შემოძვირფეს მაყურებლებო, მე მგონი ყველაფერი მოგითხრეთ. ეხლა უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ ყველაფერი გვაქვს, აბსოლუტურად ყველაფერი გვაქვს. იგი კვირიდან უკვე დავიწყებთ ძრავის აწყობის პროცესებს და მაგის ვიდეოსაც ძალიან მალე დაგაწევთ და აქვე სპოილერს დაგიტოვებთ, რომ ისეთი მაგარი დიზაინი მაქვს მაგ მანქანაზე მოფიქრებული, ისეთი მაგარი დიზაინი მაქვს მოფიქრებული, რომ
და რა თქმა უნდა, არ გეტყვით სიურპრიზად დავტოვებ. ფასებს რაც შეეხება, მე მგონი ყველაფრის ფასი გითხარით. ერთადერთი მე მგონი არ მithქვამს ბარადაში რამდენი ბარადაში რატო გადავიკიდე ბარადასთან ბარადას ქარხანა კენტაურში რამდენი გადავიხადე თუ სწორად მახსოვს დაახლოებით 2000 ლარს გადავწდი რაც გადავიხადე სერვისში რა ეს იქნებოდა შლიფოკა და გილზვა და ასე შემდეგ და საერთო ჯამში მანქანის ღირებულებამ თვითღირებულებამ თავის გამბაჟებიან აბსოლუტურად ყველაფრიანად ამ ეტაპისთვის უკვე მიაღწია. ხო. მომავალ შეხვედრამდე თუ რამე კითხვა გექნება, თუ რამე დაგაინტერესებთ, ან კომენტარებში დამიწერეთ, ან თუ გნებოთ Instagram-ზე პირადში მომწერეთ და გიტოვებთ Instagram-ის მისამართსაც, ყველაფერზე გიპასუხებთ, რაზეც შემეძლება რომ გიპასუხოთ, თუ რაიმეში უკვე დახმარება დაგჭირდებათ, რასად მიიყვანოთ, საქროსთან როგორ მიხვიდეთ, ოქროს ადამიანთან და ასე შემდეგ, ყველაფერში დაგეხმარებით. მე მგონი ისე გავიწაფე უკვე სხვათა შორის ძალიან კარგი არის ის, რომ აი აწიმეთკი რა მანქანა უნდა ჩამოვიყვანო რომ ვერ გავაკეთო დამოუკიდებლად, მე არ მივხედო ყველაფერს. ანუ არაფერი всё. რა მანქანას უკვე ისეთი სკოლა გავიარე და ისეთი პერიოდი, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ახლა რა მანქანას აღარ უნდა ჩამოვიყვანო, всё, ყველაფერს მოვაგვარებ. აბედროებით.